ყველას გაგიგიათ ქართული ლეგენდა, როგორ შენდებოდა სურამის ციხე, სადაც ბავშვი ჩააყოლეს ამ ციხეში და არის ესეთი გამოთქმა, ვაიმე ზურაბ სადამდეო და შვილი პასუხობს, რომ სადამდეც არის მუხლამდე, ხელამდე, გულამდე, ყელამდე და ეს კედელი ნელ-ნელა შენდება და ბავშვი ნელ-ნელა იმარხება. ჩვენ ესეთი რამე მხოლოდ ლეგენდებში მქონდა გაგონილი, ესეთი რამე მხოლოდ ისტორიაში და სადღაც ლეგენდებში გამიგია, მაგრამ რეალობაში თურმე ესეთი რამე შეიძლება ჩვენ დაგვემართოს. ჩვენი ბავშვები ნელ-ნელა იმარხებიან. დღეს დაავადება ფეხზე ამოდის, ხვალ ამოდის მუცელზე, ზეგ ამოდის ხელებზე, შემდეგ გადადის გულზე, ფილტვებზე და ბოლოს ადის თავამდე ეს დაავადება. ეს არის დაავადება, რომელიც ყველა ბავშვი ერთნაირად ვითარდება. არანაირი სიურპრიზები არ არსებობს. ზუსტად ვიცით რამდენ ხანში ჩაჯდება ბავშვი ეთრში. ზუსტად ვიცით რამდენ ხანში გაუჩერდება ფეხები. ზუსტად ვიცით რამდენ ხანში გაუჩერდება ხელები. ზუსტად ვიცით რამდენ ხანში გაუჩერდება ფილტვები და გული. ეს წინასწარ არის გათვლილი და ჩვენ ვითხოვთ რას? ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ სახელმწიფო შეუძლია შეაჩეროს ეს პროცესი. ეს არის ბავშვი, რომელიც ნელ-ნელა იმარხება. და სახელმწიფო შეუძლია გააჩეროს ეს პროცესი. შეაყოვნოს 5 წელი, 6 წელი, 10 წელი. საზღვარგარეთ არის უკვე ამის წამლები.